ცხოვრებაში რა გამაზეთ მათი? იცი რა გამაზე? წავედი და ვიყიდე ქუთაისში შეკერილი ბასანოშკე. ამერიკაში ცხოვრებით დაიღალეთ? ჩემ ცხოვრებაში ჭიქა არ გადამიტრიალებია ყავის. არასდროს არ მაინტერესებს. ყოფილად მკითხავთ, არა. ჩამოვედი აქ მე რომანტიკას ვეძებდი და უპასუხისმგებლოდ თუ მოგცევი ხართ თქვენ თავს. ქოფაკივე როგორც პირში მიხლა მიყვარს. ჰალო. თქვენზე შეიძლება ითქვას რომ ცხოვრება აქვს ნანახიო? დილას ყავას როსო ვინმე რომ დამელაპარაკო შეიძლება დავახჭო. მე ძალიან ცოტა მყოფნის რომ ბედნიერი ვიყო. აი ბედნიერი ვიყავი მელია რომ მოდიოდა ჩემთან. როგორ ადამიანების გაურბი ხართ? საერთოდ არასდროს არაფერზე არ ნანობ რასაც ვაკეთებ. უცბად დამარტყა თავში რომ მინდა შევიდე საელჩოში. თავისუფლება მინდოდა. რა მავნეჩვევა გადააგდეთ? სიგიჟე იყო. სიმართლე რო გითხრა. მართალია არ ნანობთ ხოლმე წარსულიდან რაღაცებს, მაგრამ ენეგო ვამპირს გრძნობ იმ წუთას. მე თავს თუ ეჭხუბებით ხოლმე ხშირად. აღარ მინდა იქ მისვა, იმიტომ რომ ვიცი რომ ებდება ჩემი აღარ გამხდება თავისი ფელამოშით. ეს ის შემთხვევა, როცა თქვენი აზრი არ მაინტერესებს. აბსოლუტურად არც მსხვენია და ძალიან მიყვარს. პირველი ხელფასი ამერიკაში ეხლა ბაყაყი მყავს პატარა. აწი იწყება ცხოვრება, ეხლა თუ იწყება. აი ზუსტად. უეჭველი ქართველი ქეთევან ნიკოლაძე ბურკე. გამარჯობა, თუ თქვენ ახლა მხედავთ და ჩემი ხმა გესმით, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უყურებთ გადაცემას უეჭველი ქართველია, რისთვისაც მადლობას გიხდით. მე კი მისი წამყვანი ალექსი მეგრელიშვილი ვარ. ჩემს დღევანდელ სტუმარს, როდესაც ინტერვიუ შევთავაზე, არ დამთანხმდა, მითხრა რომ დავბერდი, ჩემი აზრი ვის რაში აინტერესებსო, თუმცა მე ასე არ მიმაჩნია და შესაბამისად დღესაც ჩემი გადაცემის სტუმარი მაინც არის და შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში ჩემს კითხვებს უპასუხებს. უეჭველი ქართველი ქეთი ნიკოლაძე ბურკე. როგორ ხართ? მადლობა იმისთვის რომ მონაწილეობთ ჩემს გადაცემაში. მე მადლობა რომ მომიწვიე და ესე ახალგაზრდულ გადაცემაში, რომელსაც მე მართლა ვეთაყვანები და ძალიან მომწონს, ვიღებ მონაწილეობას და შევეცდები. ერიკით, მადლობა თქვენ. ეს არ არის ახალგაზრდული გადაცემა, თუმცა თქვენ ახალგაზრდულად გამოიყურებით და დღევანდელი ინტერვიუ სწორედ აქედან მინდა რომ დავიწყოთ. როდესაც გითხარით, მაყურებელს უყურებთ, როდესაც გთხოვეთ ინტერვიუში მონაწილეობა გადაცემაში, მითხარით რომ აი ესე მითხარით ზუსტად რომ კაი რა ალექს, მე უკვე ბებერი ვარ, ვის რაში აინტერესებს ახლა ჩემი ინტერვიუ. რატო ფიქრობთ ასე? იცი არის, მე თვითონ ასაკს არ გრძნობ და არც ფიქრობ რომ ბებერი ვარ, მაგრამ იმდენად იქიდან გამომდინარე, რამდენი ახალგაზრდა ყავდა და რაღაცა სულ ახალგაზრდული კითხვები, ახალგაზრდული შეფასებები, ახალგაზრული საქმიანობა, რომელსაც მე ალბათ უფრო ჩამოწვეული ვარ, რაც აქ ვარ ამერიკაში. ამიტომ ჩავთვალე რომ მე უკვე ცოტა იქით ვარ, იქით გადასული ვარ ამ გადაცემისთვის. არ არის ესე, ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივა. ახალგაზრდულ საქმიანობებს ჩამოვშორდიო. შეიძლება ასაკი გკითხოთ? 69-ის გავხდები ცოტა ხანში. 69-ის. რომელიღაც დღეს 20 წლის გონია თავი, რომელიღაც დღეს 86 წლის და ეს ასაკის თემა მოვლიოთ აქ. 69 წელი დღეს რას ნიშნავს? აი ადრე შეიძლება საქართველოში გვეთქვა რომ 68 წლის ბებია ჩემი გარდაიცვალა და მეგონა რომ ძალიან ბებერი იყო. ხო და ეხლა მე მგონი აი დედა ჩემი 92 წლის გარდაიცვალა და მეგონა რომ ჯერ ცოტა ადრე იყო რომ წავიდა. გესმის, ასაკი გაიზარდა, ესე იგი აი ხანგრძლივობა ადამიანის მართლა გაიზარდა და რაც ამერიკაში ვარ კიდე უფრო მეტად დავინახე ეს რომ 90 წლის, 95 წლის, 100 წლის ხალხი ძალიან ისე გამოიყურებიან და ისე საქმიანობენ რომ შეიძლება გადაირიო. 46 წლის ასაკში ჩამოხვედით. მოდი მოგვიყევით მოკლედ რატო არა მანამდე და ეს იყო იძულებითი წამოსვლა, უბრალოდ გინდოდათ რომ აქ გეცხოვრათ თუ რა ხდებოდა? იცი რა არის წამოსვლა ამერიკაში და დარჩენა არასდროს არ მდგომებია. სანამ წამოვიდოდი, საკმაოდ ბევრს მოგზაურობდი ევროპის გარშემო, ამერიკაში არ ვიყავი ნამდვილად. მაგრამ აი უცბად ერთ პარასკევ დღეს, აი დღე მახსოვს ძალიან კარგად, აივანზე ვიჯექი ჩემს სახლში და მაშინ სიგარეტს ვეწეოდი და უცბად დამარტყა თავში რომ მინდა შევიდე იმაში საელჩოში. თუ ჩამირტყავენ წამოვა, თუ არ ჩამირტყავენ და კარგად ძანდებოდეთ. და იმას ქენი რა ქვია, შევედი, ჩამირტყეს, იყო 3 ივლისი, აი თავის რა ქვია, Independence Day-ის წინა დღე. ჩამირტყეს და გადავწყვიტე რომ წამოსულიყავ. იცი რა არის, ბევრი არ მიფიქრია. იმის გამო არ ჩამოსულა რომ რაღაცა მართლა მიჭირდა და საჭმელი არ მქონდა და რაღაცა. უბრალოდ მინდოდა რომ ცოტა უფრო უკეთესი პირობები შექმნილიყო იქ. დედაჩემისთვის, მამაჩემისთვის, ჩემი შვილებისთვის და რაღაცა. და მე თვითონაც რაღაცა თავისუფლება მინდოდა. რაღაცა მინდოდა მეგრძნო, აი
საერთოდ თავისი მარტოობა რას გავაკეთებ და როგორ გავაკეთებ. აი ესეთი რაღაცა. სიგიჟე იყო. სიმართლე რო გითხრა. არ იყო ეს ისეთი ისიცი აი დაგეგმილი და რაღაც ისეთნაირად რომ აი იცი ვიფიქრე რაღაც 2 წელი და მე გადავწყვეტე და რაღაცა არა. სიგიჟე გავაკეთეო და სიგიჟეების კეთება ასაკთან ერთად იკლებს თუ არაფერი იცლება ამ ალბათ კუთხით. ცოტა იმაშება, რა ქვია, ნეუთფილდება, მაგრამ მაინც მიყვარს სიგიჟეები. რაღაცა ისეთი სპონტანური ისინი გადაწყვეტილებები და უცბად გაკეთება. საერთოდ გადაწყვეტილებას მალე ვიღებ. არ მიყვარს დიდხანს ფიქრი. იმიტომ რომ რაც უფრო მეტხანს ფიქრობ, მე უფრო ვიცვლი და მე არა და უკვე ჩადენილ გადაწყვეტილებებზე დიდხანს ნერვიულობთ თუ მარტივად საერთოდ არ ნერვიულობ. იცი რა არის? საერთოდ არასდროს არაფერზე არ ნანობ რასაც ვაკეთებ, არაფერზე. იმიტომ რომ იცი რა, არ ვიცინე, ისე რო არ გამეკეთებინა, უფრო კარგად ვიქნებოდი თუ რო გავაკეთე. რაც არის. შემიძლია დავასკვნარო, რაც არ ჩაიდინეთ, შეიძლება ის უფრო ინანოთ, ვიდრე რაც ჩაიდინეთ. კი, რაც არის. ეს ისწავლება თუ არა, იცი რა, ეს არის ალბათ ეს პიროვნული ის არის. აი როგორც ახლა ხარ ბედნიერი თუ არ ხარ ბედნიერი, ხო? აი რანაირად შეიძლება ახლა ადამიანი იყოს აი ზოგადად ბედნიერი, ამ ზოგადად უბედური. ეს არის რაღაცა აი წამები, საათები, როცა გრძნობ, აი ბედნიერი ხარ და გინდა რომ იქივლო. მე ძალიან ცოტა მყოფნის რომ ბედნიერი ვიყო. აი ბედნიერი ვიყავი, მელია რომ მოდიოდა ჩემთან და რო ვაჭმევდი ყოველდღე. ისეთი ბედნიერი ვიყავი. ბედნიერი ვარ, როცა მივდივარ და ჩემ შვილიშვილებს ხედავ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მაგათთან გატარებული დრო. მიყვარს ჩემი შვილიშვილი პატარა ბებოს რომ ეძახის. პატარა ბებო, ესე და დამერხვა პატარა ბებო. და რა ვიცი, ბევრი რაღაცები, აი ლამაზი ხეები იმაშება მაბედნიერებს. ესთეტი ხართ ზოგადად? კი. მელია ახსენეთ რა მელია მოდიოდა სად მოდიოდა? მელია ესე იგი ერთ ადგილას მუშაობს, სადაც ესე იგი უდიზოზარმერი წყეში ვცხოვრობ, ასე ვთქვა და მოდიოდა მელია. და ესე იგი რომ დაუძახე, baby, come on და არ ვიცი, ხმა დაიმახსოვრა თუ რაღაცა. გავიდოდი დაუძახდა და მოკუნკულდებოდა, იჯდა და მელოდებოდა, როდის გაუტანდი ქათმის ხორცს და ვაჭმევდი. Come on, baby girl. Come on, sweetie. ეს გრძელდებოდა დაახლოებით წელიწად ნახევარი. ერთხელ არ დამავიწყდება, საქართველოში ვიყავი წასული, ჩამოვედი და კაი ხანი არ მყავდა, ნანახი რაღაც 2 კვირით ვიყავი წასული. ხო და გამოვედი და ისა baby, come on დაუძახე და ცოტა ხანში მოკუსკუს და წინ ესეთი მინდორივით არის და იმ მინდორზე დაიწყო ესე კოტრიალი. აი ესე ეგეთი ბედნიერი ცხოველი არ მინახა. დედას გეფიცე. ეხლა ბაყაყი მყავს პატარა და ესე ეს ბაყაყი თავისით მოვიდა. კალათაში უცბად დილას გამოვდი ყვავილების კალათა კიდე აი hanging baskets რო ზახან. ჩა დამინახე პატარა ბაყაყი ამხელა ბაყაყი ზის ესე და მიყურებს. საიდან გაჩნდი. და ეგრე მითხრა ბავშვობიდან აღზივარო. იმის გამო რომ მელიაზე ზრუნავდით, შემიძლია თამამად ვივარაუდო რომ ზრუნელი ადამიანი ხართ. ვისი იმედი ხართ დღეს ყველაზე მეტად? ალბათ ჩემი შვილების მაინც, ისევე როგორც ზედა ჩემი და მამა ჩემი იყო, ჩემი იმედი. ალბათ ესე არა, ჩემი შვილების იმედი ვარ. თქვენ ვისი იმედი გაქვთ ყველაზე მეტად? უცებ თავში ვი გახსენდებათ გადაუდებელი სიტუაციის დროს? ნუ ალბათ ჩემი მარიკა ბებოს მეგობარია? ხო, ჩემი მეგობარია მარიკა, ძალიან კარგი მეგობარი. ჩემ შვილს, რომელიც ტეხასში ცხოვრობს. მეორე შვილი ცხოვრობს საქართველოში, ახლა იმას ახლა აქრო ემერჯენსი მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც ჩემი უდიდესი იმედია, რა თქმა უნდა. მოდი გაგვეცანით, ვინ არის ქეთი ნიკოლაძე ბურკე? რა საქმიანობდით თუნდაც საქართველოში, მანამ სანამ წამოხვედით ამერიკაში? ვარ მუსიკოსი, ახლა დღესაც მუსიკოსი ვარ, მაგ ტიტულს ალბათ ვერ ჩამოვართ, მე მუსიკოსი ვარ, ფოლკლორის ხაზით მივიღე სპეციალობა და აი ჩემი ის პირველი ნაწილი, ასე მგონია იცი ორათაა ჩემი ცხოვრება გაყოფილი ის რაღაცა ერთი ნაწილი რომელიც იყო დაკავშირებული კვლევებთან, ხალხური სიმღერების კვლევებთან, სიმღერასთან, მღეროდი ანსამბლზე თამზეში და ნუ მოგზაურობდი მთელი ევროპის გარშემო. და ეს ჩემი ბოლო ვიზა ჩემ პასპორტში, ხო? იყო ამერიკის ვიზა. მეტი ადგილი აღარ იყო. ესე იმდენი ვიზები იყო ამ ევროპული. და ეს იყო პირველი ბოლო იმის ვიზა და აი ჩამოვედი და გადმოვინაცვლეს სხვა სამყაროში და პასპორტის ბოლო ფურცელზე ჩაგერტას ამერიკის ფოტოშორის არ ჩამომართვეს რო შევცვალე ვაშინგტონში და მაქვს ის პასპორტი კიდე შენახული აი ჩემი ეს რაღაცა აი განვლილი გზა ასე ვთქვათ. და ჩამოვედი ამერიკაში და აქ კიდე რა არაფერი ესე იგი დავიწყე ჩვეულებრივ როგორც ყველა ქართველი მოვაწეობს რაღაც კომპანიონად და აი მაგრამ აი
უნდა ვთქვა, რომ ეს არის ჩემი მეორე სპეციალობა. მე ძალიან მიყვარს ეს, რასაც ვაკეთებ. მე არ ვიცი, ვინც როგორ უნდა ისე ჩათვალოს, არ ჩამთვალოს ახლა, იმათ რა ვცდილობ, რომ რაღაცნაირად გავიმართლო თავი თუ რაღაცა გავილამაზო, ჩემი ისა აბსოლუტურად არც მცხვენია და ძალიან მიყვარს. ის ყველა მოხუცის. კომპანიონი ნიშნავს მუშაობ მოხუცთან, ესე იგი ეხმარები, წამლები, წამოყვანა, მომვლელი, ну ზოგი მომვლელს ეძახი, ზოგი კომპანიას ეძახი, მაგრამ ჩემი ძირითადი სამსახურები უფრო იყო ესეთი რაღაც კომპანიონის ტიპის, მანქანი დამყავდა, მომყავდა და ყველა ის პიროვნება, რომელთანაც მიმუშავია, სახელით ხომ ახსოვს და იმდენი აი საოცარი ისტორიები მახსოვს მათთან ერთად გატარებული, აი სასაცილო სატირალი არ ვიცი, ესე იგი ეს მართლა ძალიან მიყვარს და ეხლა ბოლო ბაბუა რომელთანაც ვარ და რომელთანაც ცხოვრობ არის აი რაღაცა უნიკალური პიროვნება, არის 101 წლის და ნუ აი არ ვიცი რა ძალიან მიყვარს და ძალიან საყვარელი ვინმეა. ამ ადამიანებთან თავს გრძნობ როგორც დაქირავებული, ესე ვთქვათ, ადამიანი, ვინც არის დაუშვათ კონკრეტული თანხისთვის თუ შეგიხარ? ერთხელ მიგრძენი ეგ და ორ კვირაში დავტოვე ეს სამსახური. აი როგორც კი ვიგრძნობ იმას, რომ ის მე მიყურებს, როგორც რაღაცა აი მესამე კატეგორიის ადამიანს, მე იმასთან არ ვჩერდები. არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ ის იცი რა არის, მე იმას ვაძლევ მთელ ჩემს სულს და გულს. ყველგან მივდივარ ჩემი ინსტრუმენტით და იქ არის სიმღერები და აკვრები რაღაცა კი არა ტანც ფორტეპიანოს გულისხმობთ. კი, ჩემი ფორტეპიანო ყველგანთან დამაქვს და ესეთი ძალიან ისეთი ისა მაქვს რა და სხვათა შორის ძალიან პატივის სცენა. აი მე არ მიყვარს იცი ძალიან რომ გაუშინაურდებიან და მე უკვე როგორც რაღაცა პატარა ბავშვს ისე ელაპარაკებიან. ყოველთვის ვაგრძნობინებ იმას, რომ ის არის დიდი ადამიანი, ის არის ისა respectful და უკაცრავად ეს ხანდახან პატივსაცემი. ხო, პატივსაცემი და ამას ვთხოვლობ იქიდანაც. თქვენი ქარიზმა რა არის? ვაი, სიმართლე გითხრა, იცი, მაკითხავს ყოველთვის უსმენ ხოლმე და არ ვიცი, ალბათ ხებს უნდა ვკითხოთ, იცი, აი რას, ალბათ უფრო მეტად პოზიტივი. აი მე გრძნობ, რომ აი ყველა მაინც უფრო ხას უსავს ხოლმე პოზიტიური. ალბათ ეგაა ჩემი ქარი. კი ბატონო. ხშირად ვამბობთ ხოლმე ქართველები, რომ აი ეს წამოაყენაო ისტორიულ გმირებზე, ზოგჯერ დავით აღმაშენებელზე და ასე შემდეგ, რომ აი ეს წამოაყენა. თქვენ ვის წამოაყენებდით, თქვენი ნება რო იყოს, ვინ ჭირდება დღეს დღევანდელ საქართველოს ყველაზე მეტად როგორ ფიქრობთ? ალბათ აღმაშენებელი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ აი დღეს დავით აღმაშენებელმა გაიღვიძოს, ჩაუდგეს ქვეყანას სათავეში, ბევრი საუკუნე გავიდა, ხო? თუნდაც ტექნოლოგიური როგორი ცვლილებები მივიღეთ. უცეფაუღებდა ალღოს ყველაფერს და შეძლებდა მართლობას თუ მიხვდებოდა რომ ჩემი დრო წავიდაო როგორ ფიქრობთ? იცი რა არის დავით აღმაშენებელი იმდენად ჭკვიანი იყო. მე მგონია რომ მაინც აუღებდა ალღოს, თუმცა ეს მაინც რიტორიკული ისა, იცი მაინც რაღაცა ისეთი ისა, იცი რაღაცა აბსტრაქტული გესმის. ან რას ისურვებდით რომ დავით აღმაშენებელმა პირველი გააკეთოს დღევანდელ საქართველოში? აი კორუფცია იმას ხმას რა, ჩაფლას აი ისე ღრმად, რომ ვეღარ ამოტივდეს. ცოტა უცნაურ გარემოში კი ვართ, ჰელოვინი ახლოვდება და რაღაც ჩონცხების გარემოცვაში ვარ, ეთყობა ჩემი შესაფერისია ეკა. ვიღაცა იტყვის ეგრე. აი ხო იცი როგორც არის, არა როგორი შეხედულებები ეს ხაჯი ვინ არის. ბევრი ქვეყანა ნახეთ, ბევრს მოგზაურობდით, როგორც მუსიკოსი და ისეც ალბათ, რომელიმე ქვეყანა ხო არ არის ისეთი, რომელსაც გაგაგიჟეთ აკაპთოვანად, ან რომელიმე ქვეყნის მუსიკა მოისმინეთ და გადაერიეთ. აი იცი რა, რომელი ქვეყნის მუსიკა და საერთოდ გიჟდები კორსიკულ ფოლკლორზე, კორსიკელების, კორსიკაზე ნამყოფი ვარ. და აი კორსიკა მიყვარს და მათი სიმღერები აი მახა რაღაცა საოცრებაა. სარდინიელების სიმღერები, აი ეს კუნძულები, რომლებიც აი შეინარჩუნეს რაღაცა ერთი იტალიას ეკუთვნის, მეორე იმას საფრანგეთს, მაგრამ არც ერთია ფრანგი და არც მეორეა იტალიელი. აი რაღაცა უნიკალური სიძველე შეინარჩუნეს და მაგით ახტოვანებული ვარ. რომელი ქალაქები, აი რომელი ქვეყანამ დატოვა ესეთი აი სიმართლე რო გითხრა, ინგლისი არ მიყვარს. რაღაცნაირად ჩემთვის ძალიან ცივია. საფრანგეთზე ვგიჟდები. პარიზი ძალიან მიყვარს.
და იცი რა არის აი ესეთი კონტრასტი დამემართა. შვეიცარია არის როგორი გაპრიალებული, იცი ფეხსაც მენი როგორიც წავიღე საქართველოსთან, უფრო სუფთა ჩამოვიტანე. ესე იგი ფეხის ძირები ქონდა გაპრიალებული აბსოლუტურად და აი ამდენ ერთი თვე ვიყავით შვეიცარიაში თუ რაღაც 2 კვირა და მე გადავედით ავსტრიაში და ავსტრიაში ეს ჩვეულებრივი ბალახი რაღაც ალპური ზონა იყო. ჩვეულებრივი ბალახი რაღაც ესეთი ყვავილები ისინი და ვაიმე მე მგონი საქართველოში ვარ თქო ისე რომ შვეიცარია იმდენად გაკრეჭილია და იმდენად გაპრიალებულია, იმდენად ყველა ხე თავის ადგილას არის რომ ეს ცოტა ღლის. ორი გრძნობა მინდა რომ მომიყვეთ, გრძნობა როდესაც საქართველოში ჩადიხართ და როცა ნიუ-იორკში ბრუნდებით. აი აეროპორტიდან რომ მიდივარ სახლისკენ, აი ეს აეროპორტის გზაზე უკვე ვემზადები აი თბილისთან ჩასახუტებლად, ასე ვთქვა და აი რა ხდება, იცი ერთი დღის მერე უკვე ესეთი შეგრძნება რომ არცად არ წავსულვარ და აი აქ ვიყავი სადაც პირველად ჩავედი მე ესე იგი 8 წლის მერე ჩავედი პირველად თბილისში და აქეთაც რომ მოვდივარ მიხარია იცი აქეთაც მიხარია არ ვიცი მიყვარს მე მიყვარს ამერიკა მიყვარს მაგრამ საქართველოსი ძალიან არა ეხლა ცოტა გულდაწყვეტილი მივდივარ იმიტომ ზედა ჩემი ვაღარა რომ მე ერთი რაღაცა ძალიან განვიცდი უდედობას იცი რაღაცას მგონია რომ დავობიდი ეხლა აი მე ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად დედის სიკვდილის შემდეგ და მანამდე კი აი იმ სახშიც კი სადაც დედა ჩემი იყო სადაც მე არ გავიზარდე მაგრამ ნუ რაღაცა დიდი ნაწილი ვიცხოვრე აი აღარ მინდა იქ მისვა იმიტომ რომ ვიცი რომ დედა ჩემი აღარ დამხვდება თავისი ფელამოშით საქართველოში მეგობრებთან და ქალებთან ურთიერთობები გრძელდება ისევ თუ რო ჩადიხარ ჩამორეკვები არის იცი რა ჩამორეკვები როგორ არის იცი დავდებ ხოლმე ტელეფონის ნომერს და ესე იციან უკვე ჩემი ტელეფონი აღარ ვდებ უკვე ადრე ვდებდი და მირეკავენ რა თქმა უნდა მე მეურეკავ ყველას და მე იცი როგორ არის რო შევხვდებით ასე მგონია რომ არ დავშორები კი მყავს ძალიან კარგი სამეგობრო მყავს იქა მე თავს თუ ეჩხუბებით ხოლმე ხშირად ისე თუ არა ან გამოგიჭერი ჩემ თათა ცოტა საშიშია ჯობი არ მეჩხუბ რატო რა ვიცი მე ხოფაკი ვარ ხოლმე დაუნდობელი ხარ თქვენი თავის მიმართ არა საერთოდ არავის მიმართ არა ვარ დაუნდობელი მაგრამ ისე ხოფაკი ვარ რას გულისხმობთ ამ? აი ქოფაკივე როგორც პირში მიხლა მიყვარს ადამიანს აი რაღაცა რო არ მომეწონება რომ ესე მივახლი და იგი აი ცოტა ისეთი არა ვარ გაიგე რბილი ეკალი არ ხარ? არა რბილი არა ვარ ძალიან ისეთი ვარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მინდა კითხოთ ამერიკამ რაიმე კუთხით ხომ არ შეცვალა ხშირად ამბობენ ხოლმე რომ აი ალერგიები დამეწყო ზოგი ამბობს წყლის ალერგია და ასე შემდეგ ამ კუთხით არა უბრალოდ თმები გამცვივდა ბევრი ალერგია არ მაქვს არც ხა ისე რო ვთქვა რომ საჭმე მე საჭმელზე ისედაც ისავარ ცოტა პრეტენზიული და მაგრამ აი ეს ფასტ ფუდი არც არასდროს არ მიყვარდა და არც ხა არ მიყვარს რომელიმე ქვეყნის სამზარეულოს გამოყოფთ რომელიმე ქვეყნის სამზარეულოს ქართულს თქვენ უეჭველი ქართველი ხართ კი აი ქართულ აი ზირა ხინკალი ხან ხინკალი მომენატრება ხოლმე და გუშინ ხო თქვი დაბადების დღეზე ვიყავი და მოიტანეს ყველის იმის რა ქვია მაშრუმ ის სოკოსი და იმისი კარტოფილის ხინკალი და ხორცის სად არის მეთქი და ხორცის იცი ჩვენ ამერიკელები ვეგეტარიანები ხოლმე მოხება ხინკალი მე ხორცით ვიცით ხო და არ ვერჭავ ამერიკაში ცხოვრებით დაიღალეთ მომწყინდა კი აი ეს მომენატრა გაიგე აი რო გაიღვიძებ და არაფერი რო არ უნდა აკეთო და რაღაც შემტყვაზე რო ხარ დაქალი შემოგირბენს იქ რაღაცა მეზობელი შემოვა ყავას დალევ იმას ეიჭორავებ ძალიან მარტო გრძნობ თავს მაინც იცი რაც ვინც არ უნდა ყავდეს გარშემო მაინც მარტო თქვენს მუსიკალურ ანსამბლზე მინდა რომ უფრო მეტი მომიყვეთ აი რა ხდებოდა ხო რას ნიშნავდა ამ ანსამბლის წევრობა თქვენთვის იცი რა არის ამ ანსამბლის წევრობა იყო იცი რა არის აი რო დაიბადები ისა სწორ ადგილას და სწორ დროს აი ეგრე გამიმართლა მე დავდიოდი სოფელ მე ესე იგი მთელი საქართველოს ფეხით მაგ თითქმის მოვლილი აი ამ ექსპედიციებში ვაგროვებდით ამ ქალთავ იმას აი ეს ჩვენი შეგროვილი სიმღერები მე გადმოვიდეთ სცენაზე. თქვენზე შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება აქვს ნანახიო? ცხოვრება ნანახი, მაგრამ აბა ახლა 79 წლის რო ხარ და ხდები, ცხოვრებაც აქვს ნანახი და მე. ადამიანი იცი ფიზიკურად, აი სულიერად არ ბერდება, იცი, უფრო ბერდება ის რაღაცა გამოილება უკვე უნარი იმისი სიარულის თუ რაღაცის, მაგრამ მე რომ მკითხო სულიერად არ ბერდება ადამიანი.
ცხოვრებაში როგორ ადამიანებს გაურბიხართ? აი იცი რა არის იმას რა ქვია ვამპირებს აი რო წოვენ ენერგიას და მე ვგრძნობ ენერგიის მწოვალ ადამიანებს აი ენეგო ვამპირს გრძნობ იმ წუთას აი ესე გიცი როგორ ვიცლები ენერგიიდან და სხვათა შორის ერთი ძალიან ახლო მეგობარი მყავს საქართველოში ენეგო ვამპირი მაგრამ მიყვარს. მაგრამ აი იცი რა არის სანამ მიხვდებოდი რომ ეგეც ენეგო ვამპირი იყო ცოტა მიჭირდა რა ეგ. თუ ყავთ ახლო მეგობრები რომლებთანაც სულ ჩხუბობთ მაგრამ ერთმანეთი მაინც ძალიან გეუბნებით. აი მყავს მარიკა სულ ვეჩხუბები და სულ მე გოგონი მე ჩხუბები სულ ჩხუბ. რა გაჩხუბებ? იმიტომ რომ ორივე ვართ თხის რქები გესმის სიუტები ორივე ისეთები და სულ იმაშვები კაიგე. აი ვის ვერ გაუგებთ ვერას დროს. აი მე ვის ვერ გაუგებ და იცი აი ეს რაღაცა აი ბრენდებზე და აი ეგეთ რაღაც სიგიჟეებზე გადაშაყარებულ ხალხს ვერ უგებ არ შემიძლია. აი საერთოდ გიჟდები როგორ შეიძლება $2000 მისცე ჩანთაში. აი რაც არ უნდა მდიდარი აი უბრალოდ ეგ არ მესმის ჩემთვის. იმიტომ კი რომ ისა ვარ აი ძუნცი ვარ არა მე შემიძლია $2000 ვიღაცას ვაჩუქო აი საქმეზე რომ მაგრამ აი რაღაცა წასაცმელში რომ ამხელა ფულს იმაში არ ვიცი ეგ არ მესმის არც არასდროს არ მესმოდა თქვენ რაში გაგინიავებიათ ფული რაშიც ეხლა აღარ გადაიღო ყველაფერში რაში გამინიავებიათ არ ვეძახი მე იმას განიავებას იცი ვიღაცას რო აჩუქებ ვიღაცას რო იცი რა აი რაღაცა ლამაზად რო აჩუქებ და ეგედა რო არ აგრძნობინებ რო აი იმას უჭირს და იმიტომ უნდა დაეხმარო აი ეგეთ რაღაცებში არ მენანება რასაც გასცემ მართლა აი ზუსტად შენია აი გამბავია თქვენ დაუცველად რაში გრძნობთ თავს საქართველოში სადაც არ უნდა იყოთ დაუცველად იმაში გრძნობ რომ აი რომ დაუბერდები ხო დაუშვათ გადავწყვეტე რომ საქართველოში წავალ როგორ უნდა ვიცხოვრო იმ ჩემ პენსიაზე აი მაგას ვფიქრობ აქ კიდე ეს პენსია არ მეყოფა აქ რაც მექნება აი social security ესე რომ აი რაღაცნაირად მაგხრივ არის ცოტა რომ უფიქრდები ჩემ ხანდაზმულობას ცოტა დაუცველობის შეგრძნება მაქვს არ მინდა ეს გეგმები რომ აი ხვალზე თუმცა ალბათ ეს ამერიკისთვის ძალიან ცუდია იმიტომ რომ ამერიკაში რომ ჩამოდიხარ უნდა დაგეგმო მთელი შენი ცხოვრება მაგრამ მე ცოტა განსხვავებულ ქვეყანაში მოვხვდი არ ვიცი გითხარი თუ არა ხო გითხარი რომ ჩამოვედი აქ მე რომანტიკას ვეძებდი და ერთმა ისეთი ჩამოყალიბებულმა ამერიკელმა ქართველმა მითხრა რომ სხვაგან მოხდი უკაცრავად მაგრამ სხვაგან მოხდი ანუ რომანტიკა არის იპოვება თუმცა მე მაინც მიპოვე ვინც ეძებს ის ყოველს ხო იცი რომანტიკოსობა ხუნდება ადამიანში თუ ისე დარჩით რომანტიკოსად არა ისე ვარ თხისქებისთვისება ეგ არის გაიგე რომ ნაკლებად ხდებიან თვალსაჩინო ის უფრო მეტად შიგნით ტრიალებს ყველაფერი მე აი ეს ზოგადად ჩანვარ ძალიან კომუნიკაბელური ძალიან ხიარული ის მაგრამ ძალიან მიყვარს მარტოყოფნა ძალიან მიყვარს დილას ყავას როსო ვინმე რომ დამელაპარაკო შეიძლება დავახჭო და იმ ბაბუასანაც კი ვისთანაც ვარ იმანაც კი იცის რომ 9 საათამდე არ უნდა შემაწუხოს რომ ყავის დრო მაქვს მინდა მომიყვეთ თქვენი პირველი შთაბეჭდილება ამერიკაში რომ ჩამოხვედით და შეიცვალა მას მერე თუნდაც ნიუ-იორკის მაგალითზე რო ავიღოთ. მანჰეტენის განათება ღამე რო დავინახე, აი შოკში ვიყავი. მიუხედავად რომ მთელი ევროპა მოვიარე და მთელი ყველა ისინი ნახე, აი ესეთი შთაბეჭდილება მე кайხანი არ მქონია. რა ჩაგაგდოთ შოკში. აი ეს განათება. აი ეს რაღაცა ხალხის კოთკოთი რაღაცა ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან შემიყვარდა ნიუ-იორკი მაშინვე. ძალიან შეიცვალა. ნიუ-იორკი იცი რა არის, რო გითხრა ხა ნიუ-იორკში დიდად ღამღამობით დავდივარ, მე 2008-ში 9-ში მე და ჩემი დაქალი, რომელიც ახლა სამწუხაროდ ცოცხალი არ არის, ღამე მთელი ღამე დავდიოდით ერთი ბარიდან მეორე ბარში. და მთელი ღამე და რაღაცა სიგიჟეები იყო ხოლმე, მართლა ძალიან კარგი იყო, აი მართლა არ ეძინა. ცხოვრებაში რა გამაზეთ ისეთი, რაზეც აი დღემდე მართალი არ ნანობთ ხოლმე წარსულიდან რაღაცებს, მაგრამ რაზეც გული გწებათ, რომ აი გამაზეთ. იცი რა გამაზეთ? თხილამურებზე სრიალი რო არ ვისწავლე, მე მაგაზე ძალიან წება გული. დღეს ახალგაზრდებს ყველაზე მეტად პროპაგანდის ფარგლებში რას ატყუებენ ევროპასა და ამერიკაზე? ატყუებენ იმას, რომ რაღაც აი ოჯახის და იმის ფასეულობები არის ნულზე.
არავითარ შემთხვევაში არ არის ნულზე. ოჯახს აქვს ძალიან დაფასებული აქვს და ძალიან პატივსცემენ და სხვათა შორის რელიგიურები ძალიან ბევრი არიან და ძალიან წამდგმერთის და არანაირი ეგეთი ეს პროპაგანდა ანტი ისა ევროპული და ამერიკული ნახევარი კი 1%-იც არ არის მართალი. შვილიშვილები პატარა ბებოს მეძახიანო. მოდი ბებოს გადმოსახედიდან გითხარი, ახალი თაობა მოგწონთ თუ კრიტიკოსი ბებო ხართ მათ მიმართ? არა, ახალგაზრდობა მიყვარს, საერთოდ მიყვარს ახალგაზრდობა და ყოველთვის ვცდილობ, იცი რომ ჩემ აი რა არის, იცი რო დავრეკავ, ხო ეხლა ხშირად ხო ვერ ჩავდივარ, რომ წელიწადში ორჯერ ერთხელ რო ვრეკავ, ხო არ მოდიან ისინი აი Skype-ში ან იმაში, ხო არ გელაპარაკებიან, რა უნდა გელაპარაკონ, ბებო როგორ ახალ და მიდიან. მაგრამ აი ცი რა არის, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცნაირად მოვიზიდო, რაღაცა ისეთი თემა შეუგდო, გაიგე, რომ აი ხო და მე მოვიდეს და დამიწყოს ლაპარაკი და მე მიყვარს ახალგაზრდა. მე ყოველთვის მიყვარს რომ რაღაცა გასაღები მოუნახო, რომ უფრო დავიახლოვო გესმის და არა ისე რომ რომელ კლასში ხარ მესამეში ხო კარგი, აბა ქართული გიყვარს თუ ისა რუსული ეს რა ქვია, საყვარებული ყავს? აი ეგეთ კითხვებს არასდროს არ უსაუბრო ბავშვებს. მათი მეტი ანუ ახალი თაობის იმედი გააქვთ. კი. მაქვს და მინდა, იცი როგორ აი იმედი როგორ არა მაქვს ხალხო, იმედი თუ არა გაქვს, ესე იგი ფაქტურად ცხოვრება დამთავრებულია საქართველოს. იმედი მაქვს და ახალგაზრდობამ უნდა აიღოს ხელში ეს ყველაფერი და რაღაცა სხვა გზით წაიყვანოს ჩვენი ქვეყანა. თორე ძალიან ცუდია. შვილებს მთავარი რა ასწავლეთ ცხოვრებაში? შვილებს მთავარი რა ვასწავლე, იცი პასუხისმგებლობა. ძალიან მიყვარს მე პასუხისმგებლობის გრძნობა რო აქვს და ისე ვამაყობ მე ჩემი გოგოთიც და ბიჭით, რომ აი ეს პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. და ვამაყობ იმით, რომ ჩემი ბიჭი სხვანაირი მამაა, ვიდრე მამამისი იყო. თუმცა მამამისიც კარგი მამა იყო, მაგრამ აი უფრო მეტად არის ჩართული შვილის გაზრდა. ნუ შვილის ჯობდეს მამასაო. ჩვენი მამები, ჩემი ქრის თაობა და ისე ნაკლებად იყვნენ ჩართულები სკოლაში დედა და მამა ჩემის თაობა ხო საერთოდ გაიგე? ხო. ხოდა იცი რა არის მე ვამაყ ეგ ვასწავლე პასუხისმგებლობის გრძნობა და არასდროს იცი რა მადლიერების გრძნობა რაც არ უნდა ცოტა გაგიკეთოს ვიღაცამ ყოველთვის მადლობელი რო უნდა იყო და იცი რა მინდა თქვა ერთი სიმღერა არის Mike Frank სიმღერის გაიგე ადარებს თაგვებს და პატარა თაგუნიასავით როა თრითინა მე მგონი ხო თრითინა და თაგვი აი თრითინა არის აი სუფთა ისა რა ქვია დრამა queen-ი რა ციკ 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 და თაგვი არის ყოველთვის მადლიერი. პატარა თხილის აი პატარა ნაჭუჭიც რო გადაუგდო იმას მოიპარავს წავა და მადლობელია. აი ეგეთები უნდა ვიყოთ ადამიანები, იცი? პატარა სიკეთე უნდა იცი რა სიკეთის მიმართ უნდა ვიყოთ მადლიერები. უპასუხისმგებლოდ თუ მოგცევი ხარ თქვენ თავს? ალბათ კი ახალგაზრდობაში, რა ვიცი. რაღაცა სწრაფი გადაწყვეტილებები, რაღაცები, რა ვიცი ახლა. ალბათ. საბოლოო ჯამში მაინც არა ვარ დაზარავებული და იგი მაინც ყველა ნულიდან შემიძლია აი იმისავით ფენიქსივით ხო უცბად წამოვიზარდო და გაიმასქო. არ მეშინია, შიშის გრძნობა არა მაქვს საერთოდ არ არის ცხოვრებაში. და იცი რა არის შიშის გრძნობა საერთოდ ზოგადად მიდის სიკვდილის შიშამდე, იმიტომ რომ ყველაფერი შიში, გადახტომის შიში, იქ რაღაცა ცხთან თამაშის შიში, ყველაფერი მიდის იმაზე რომ მოკვდები და მე არასდროს არ მეშინია სიკვდილის. პირიქით რატომ გამგონია რომ რაღაცა სხვა განზომილებაში წავა. რა ჩამოხედით ტელეფონები იყო საქართველოში როგორ გქონდათ კომუნიკაცია ეს როგორია ეს იყო აი მართლა აი ეს წლები აი რომ მკითხე შენ რას რა ნანობ თუ რაღაც აი ეს იყო აი რა გამაზე აი გამაზე რომ დავკარგე ჩემი გოგოს რომელიც 14 წლის იყო ეკა აი ეს ყველაზე კარგი თინეიჯური პერიოდი დავაკელი ჩემი თავი იმიტომ რომ ისა Yahoo Messenger იყო თუ რაღაც იყო რომელსაც ან უკავშირდებოდი ან არ უკავშირდი ტელეფონები ძალიან ცუდად იმაშობოდა ძალიან ძვირი იყო რაღაც ქარდებს ყიდულობდით რაღაცა Jeff Davidson company და რაღაცები და მოკლედ ესეთი კომუნიკაცია ეხლა როა ეგრო ყოფილიყო ალბათ არ ვიცი იქნებოდით უბედნიერესები ძალიან რთული იყო ძალიან ისე ხშირად ვერ ვრეკავდით და ძალიან ბევრი დრო დავკარგე და ძალიან ბევრი მოვაკელი
ჩემს შვილებს. პრინციპში უნდა მეკითხა, რომ რა ფასი გადაიხადეთ ან იხდით აქ ყოფნაში თქო და შემიძლია მაშინ გავცე ამაზე მე თვითონე პასუხი რომ შვილებთან ურთიერთობის ფასაც. დავკარგე განსაკუთრებით იცი რა ბიჭი მაინც უფრო დიდი იყო შედარებით და უკვე ჩამოყალიბებული იყო ჩემი შვილი და გოგო პატარა იყო მაინც და უფრო მეტად ჭირდებოდი თან ვიყავი აი მარტო დედა არ ვიყავი რაღაცა მეგობარი მისი და აი ეს რაღაცა დიდი უფროსი მეგობარი დედა დაკარგა დღემდე გაქვთ ეგ დანაშაულის ზრობა მის მიმართ თვითონაც გაუჭირდა რაღაცა აი რაღაცა ხანგრძლივი ამ განშორების მერე რაღაცა იმ ურთიერთობის აღდგენა. Ქონდა რაღაც ეს ცოტა პრობლემური ურთიერთობები და ეს მე მგონი ყველას გადახარშა გაიგო მისვისაც. გადახარშა რა თქმა უნდა, გადახარშა რაღაცები მაპატია, რაღაცები ალბათ გულში ვერ მაპატია. რა თქმა უნდა, ეხლა ვერც იმას ვიზავ, ვიცი, მეტყვი რომ აი არა ხარ მართალი. ყველაფერში მართალია, მაგრამ ჩემიც უნდა მეც რაღაცა პროცენტით მართალი ვიყავ. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი დაილოქა. ჰალო. აი ესე ბრეკავდით ხოლმე საქართველოში. და სხვადასხვა ესეთი ტელეფონები იყო, აი ეს 25 ცენტიანს რო ჩააგდებდი და რო რეკავდი. კი, ნიუ-იორკიდან დავრეკე ნიუ-ჯერსში. სადღაც გამოფენაზე შემოვიარეთ ინტერვიუს დროს და ეს ძველი ტელეფონები რო ჩამოხვედით ალბათ არ იყო, ხო? ესე ტელეფონები ესეთი ქუჩის ტელეფონები იყო ჯერ კიდე. გულისხმობ საქართველოში კომუნიკაციის კუთხით. არა, ესეთი ტელეფონებით არ ვეკავდით. ვეკავდით SIM cell-ფონებით, მაგრამ რაღაცა კარდი უნდა გეყიდა. თოვლის პაპის ბუნებრივია აღარ ვჯერთ, მაგრამ აი შინაგანად თქვენში ხო ბავშვი მაინც არსებობს და თოვლის პაპას რა სურვილს გაუგზავნიდით? ახალი წელი ახლოვდება. რა სურვილს გაუგზავნიდით? რა შეგისრულოთ თოვლის პაპუა? რა ვიცი, რა შეიძლება ბევრი ლამაზი დღეები ვაჩუქოს ყველას, ცოტა ნაკლები სადარბებელი გქონდეს და ყველას მარტო მე არა, ჩემს გარშემო ყველას. იცი რა, სიმართლე გითხრა, თოვლის პაპების მანდა მაინც არ მჯეროდა, მე არც პატარას. საკუთარი თავის თოვლის პაპად თვითონ იყავით? არა, მამა, დედა. ბოლოს გულიანად რაზე იცინეთ და როდის? აი ჩაბჟირებით სიცილიო რო ვამბობთ ხოლმე. ერთ ქალთან მუშაობდი, გაიგე, იყო 96 წლის ქალი და ფეხი დადიოდა თვითონ უვლიდა წრეს. ნუ ესე იგი ჩავარდნინდა რაღაც კი არ იყო. და მოდის ერთხელ დილას და მეუბნება, "კედი, იცი რა, მე სამსახური ვიშოვე, 98 წლის ქალი." რა სამსახური მეთქი რა. იქო მეზობელსო ძაღლის გასეირნება უნდაო, გაიგე და მე უნდა დილაობით გავიდე და გავასეირნო ძაღლს. ხა მე რას ვაკეთებ? სამსახური იშოვა. აი ეს ძაასასაცია, მაგაზე მართლა ჩაობიჯი. რა მავნეჩვევა გადააგდეთ ცხოვრებაში? მე ისეთი მავნეჩვევა გადავაგდე სიგარეტი. რომელსაც ეწეოდით? რომელსაც ვეწევდი რაღაც 30 წელზე მეც. და რაღაც პერიოდები არ ვეწევდი, როცა ფეხმძიმედ ვიყავი ბავშვი რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადამულად ვეწევდი რა, 30. და რამ გადაგაწყვეტინათ, რომ გადაგეკეთეთ? არ ვიცი, უბრალოდ აღარ მსიამოვნებდა და გრძნობდი, რომ აი უბრალოდ არ მსიამოვნებდა, ვერანაირ ზნას ვერ გებულობდი. კაიფს ვერ ღებულობდი და გადავაგდე. და სხვა შეიძლება გადამეხმარა, იცი, აი ელექტრონული სიგარეტი, მაშინ ახალი შემოსული იყო, ის იყო 2013-ში. აი ეს ვიყიდე, მაშინ დასატენი კომპიუტერში ტენიდი ხოლმე და იმას ქენი გადავაგდე ძალიან ჩვეულებრივ. ელექტროც გადააგდეთ? აჰა. 6 თვეში ელექტროც გადავაგდე. უბრალოდ რა არის, იცი, აი სიგარეტი რას იმაშობია, იცი, და ძალიან იყო დაკავშირებული ყავასთან. აი ყავას რო სვავდი, სიგარეტად ვერ ვგრძნობდი და კარგახანი ყავას ვერ ვსვავდი. ვერ გებულობდი მუღამს. პირველი ხელფასი ამერიკაში თუ გახსოვთ რამდენი იყო და რაში დახარჯეთ? პირველი ხელფასი ძალიან კარგად მახსოვს, იყო $600 გაუგზავნე ჩემს. ძირითადად უფრო მეტად ამერიკელი მეგობრები ყავთ თუ ქართველები? ესე ბევრი მეგობრები არ ყავს, სიმართლე გითხრა, ესეთი უფრო მეტად ნაცნობები, მაგრამ ერთი ამერიკელი მეგობარი მყავს, რომელიც მყავს თბილისიდან. ესე იგი, მისი ქმარი იყო USAID-ის დირექტორი 1998-დან 2013-მდე კიდევ უფრო ადრე
მუშაობდა ის ქმარი. აი სულ გავიცანი, ფარგმანები იყვნენ, გავიცანი თბილისში, ვასწავლედი ქართულ ხალხურ სიმღერებს მთელი 4 წელი და მიხდიდა რაღაც საათში $10, ესე იგი 2 საათი რომ ამეცადი $20 და აი მახსოვს პირველი ხელფასი რომ მომცა ერთი კვირაში ორჯერ დადიოდა $40 საქართველოში 1998 წელს წავედი და ვიყიდა ქუთაისში შეკერილი ბასანოშკა. მუსიკა, რომლის მოსმენაზეც ვერ იჯერებთ, რომ ეს ადამიანმა შექმნა. აი ყველაზე სამყაროს მთავარი კომპოზიტორი როგორ ფიქრობთ, ვინ არის ან იყო? საერთოდ სამყაროს მთავარი კომპოზიტორი მიმაჩნია ბახი. ბახი არის სამყაროს კომპოზიტორი, მაგრამ აი ძალიან მიყვარს გია ყანჩელის მოსმენა. მე აღნიშნეს ძალიან მიყვარს. აი გია ყანჩელის მუსიკა არის კიდევ ეგეთი, იცი, აი სამყაროში ხარ, აქ ხარ, იქ ხარ, სადღაც ხარ და ზოგჯერ აღსად არ ხარ. ძალიან სხვანაირი მუსიკა გია ყანჩელის. თუ გქონიათ ხოლმე შეგრძნება, რომ აი დაიკარგეთ სამყაროში თქვენ თავში და აი არ იცით ცხად ხართ, რა გინდათ რომ აკეთოთ? აი იცი რა არის დავიკარგე ხო აი კი როგორც ალბათ ყველა ადამიანს აი არ ვიცი მე მაქვს ხოლმე ეგეთი რაღაცა და რისთვის გავჩდი რა იყო ჩემი დაბადების მიზანი რატო გავჩდი რა უნდა ვაკეთო რა კი ხომ ეგეთი რაღაცა მაგრამ ერთი რაღაც მინდა თქვა იცი აი ლას-ვეგასში და მე მართა ეგეთი რაღაცა რომ გამოვედი ქუჩაში და ესე იგი ეს ვთქვი აი პირველი ჩემი აღწერა ლას-ვეგასის რა იყო იცი ხარ ყველგან და არსად აი იმიტომ რომ ის იმდენი ეკრანი მეც რო ჩავედი და ამდენი აი ეკრანების სამყაროში რომ ვიყავი ხო და იცი რა ყველგან ხარ და არსად არა ხარ რაღაცა ეგ იყო ჩემი ის პირველი განმარტება ლას-ვეგასის რომ you are everywhere and nowhere მე და რა დასკვნამდე მიხვედით აი ადამიანი ვინ არის რა არის ადამიანი არის არსება რომელიც იბადება რომ რაღაცა აკეთოს, რაღაცა დატოვოს, გამრავლდეს, ეს რა ქვია, ბევრი სიკეთეთესოს, გაალამაზოს უფრო მეტად სამყარო და მე წავიდეს, დაუტოვოს ეს არის მომავალ თაობას, რომ იგივე თუ არა ყოველ შემთხვევაში უკეთესი გააკეთონ. და ესე გაგრძელდეს ცხოვრება. არსებობის აბსურდულობის შეგრძნება ხშირად გაწუხებთ? არა. იცი რატო რახან შეიქმენი გაიგე ესე იგი უნდა შექმნილიყავი და უნდა აკეთო რაც შეგიძლია რომ აკეთო საქართველოზე რა ფაქტი არის ის სამყარომ ისეთი აუცილებლად რომ უნდა იცოდეს ეხლა მუსიკა ფოლკლორი ძალიან დიდი ის არის სიამაყეა საქართველოს მაგრამ ყველას არ ესმის ეს იცი და ესეთ ზოგად ვიღაცნას ხო აი ტური ყველას ვერ იმასიზა იცი ამ გურულ კრიმანჭულია სიმღერებზე მას ვერ მოასმენიმ და ვერ ეწყრო ეს სირაღაც შეიძლება მიხვდეს შეიძლება ვერ მიხვდეს თუმცა ეს მართლა შედევრია ეს რაც გვაქვს მაგრამ აი ისტორია ძალიან ეს ჩვენი ტაძრები ეს ლამაზი ისინი ეს ჯვარი და რა ვიცი ბევრი რამეა საქართველოში ისეთი რაც რითის თუნდაც უშგული მე არასდროს არ დამავიწყდება ერთ აქაურ ამერიკელ გოგონასთან ახალგაზრდა გოგონასთან მქონდა ურთიერთობა და მითხრა ეს თქვენთან არ არისო ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში რომ იცოდა მე ვხარი საიდან იცი ხო უშგული ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში პარანორმალური მოვლენების არა ჩემ ცხოვრებაში ჭიქარ გადამიტრიალებია ყავის არასდროს არ მაინტერესებს არა გეშინიას თუ არა არ მეშინი არ მაინტერესებს რაში მაინტერესებს ჩემი მომავალი რაც იქნება ერთადერთხელ მახსოვს ჩემ ხანაკთან მოვიდა თავისი დიშვილი რომელიც რაღაცა სამთლებზე თუ რაღაცაზე იყო დამატებდა და მისცა რომ 66 წლის მოკვდებიო ხო და ვაიმე მეთქი რატომ მოკვდები ესეთი ახალგაზრდა თქო და რა ახალგაზრდა 66 წელი საკმაოდ რო გახდით 66-ის ხომ არ გეშინოთ გადავლახე 66 ამოვის აწი იწყება ცხოვრება ეხა თუ იწყებ. აი ზუსტად. თუ მეოცნებობაში თუ გამოგიჭერიათ თქვენი თავი და გითქვამთ რომ კაი რა კეთი. მეოცნებები ვარ, მაგრამ აი იმედიანი ოცნებები არ მესმის. ოცნება, გაიგე. როცა ოცნებობ რაღაცაზე და რო გინდა რომ ის განხორციელდეს, ის უკვე ოცნება აღარ იქნება. ანუ რეალისტურ ოცნებებში ხართ უფრო? იცი რა, რეალისტურში კი არა, ოცნებაში ვარ, აი სადღაც სხვა სივრცეში ვარ, გაიგე და ის არასდროს არ მინდა რომ რეალობაში ჩამოვიდეს. არ უნდა ასრულდეს დარჩეს იქ სადაც. აი ეს ოცნება თუნდა. აჰა. მოდი რამე მკითხეთ. რატო გადაწყვეტე ეს გადაცემა რომ
გაგეთქვია. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა ისმოდე ეს ემიგრაციის ხმა დღეს და განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც არ არიან ცნობილები, თუნდაც ვინც მანამდე არ ყოფილა ინტერვიუზე, არ გამოჩენილა და იმის აღსაქმელად, რომ გაიგოს საზოგადოებამ აბა ვინ არიან ემიგრაციაში წასულები. რამე კითხვა ხომ არ დარჩა, რაც არ მიკითხავს და კარგი იქნებოდა რომ მეკითხა. არა, ეს ხომ არ დაამატებდი ჩვენი ინტერვიუ დასასრულისკენ. იცი რა, კითხვებს რა დალევს, ხო, ადამიანი. არა, არაფერს არ დავამატებდი, ძალიან დიდი მადლობა. ნდობისთვის, მოწვევისთვის. პირიქით. მეგობრებო, ძალიან საინტერესო რესპონდენტია. მიხარია რომ ეს შემთხვევა, როცა თქვენი აზრი არ მაინტერესებს. ვფიქრობ, რომ საინტერესო ადამიანი ხართ და მადლობა იმისთვის, რომ მიიღეთ მონაწილეობა ამ გადაცემაში. ეს იყო უეჭველი ქართველი ქეთევან ნიკოლაძე ბურკემ. მე კი დროებით გემშვიდობებით შემდეგ გადაცემამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა დროებით.